მოგესალმებით, თქვენ უყურებთ თავისუფალ არხს. ეს არის თავისუფალი ეთერი. მე მარიამ ჟღერია ვარ და დღეს გადაცემაში სტუმრად გვეყოლება პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელთანაც მიმოვიხილავთ კვირის მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს. ბატონ კახა, მოგესალმებით. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის, დიდი ხანია თქვენი სტუმარი არ ყოფილა. ბატონ კახა, პირველი რაც რითიც მინდა რომ დავიწყოთ შეკითხვები, ეს შეეხება სანქციებს, რომლებიც მომართული არის უკვე ქართული ოცნების მიმართ. ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნება აკეთებს ასეთ განცხადებებს, რომ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი და ამით თითქოს და არ ეშინიათ, თუმცა ოპოზიციის მხრიდან ჩვენ გვესმის სხვადასხვა განცხადებები, რომ ეს იქნება ზუსტად ის შედეგი, რისთვისაც ძალიან ეშინია ქართულ ოცნებას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სანქციები იქნება რაიმე კონკრეტული შედეგის მომტანი თუ დარჩება დაუშვათ იმ სალაპარაკო თემად, რაც აქამდე იყო? ქართულ ოცნებას დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ქართულ ოცნებას ეს ასე ვთქვათ ტონალობა, როგორც თქვენ ამბობთ, ცოტა ასე ვთქვათ აგდებული ტონალობა ქონდა მანამდე, ვიდრე ამტკიცებდა ამ სანქციებს ამერიკის სენატი და მანამდე, ვიდრე ეს სანქციები იყო რაღაცა ლიტვის და ესტონეთის მხოლოდ სავიზო სანქციები, მათი ტონალობა იყო ნამდვილად ასეთი ცოტა თავხედური და აგდებული. ეს უბრალოდ მივიჩვენებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ეხანდელი ყოველ შემთხვევაში ეკრანზე ჩვენ ვისაც ხედავთ ლიდერები, ინტელექტუალური დეფიციტი აქვს და ვერ ხვდებიან იმას, რომ ლიტვა და ესტონეთი არაფერს არ გააკეთებს, თუ ეს საკითხი არ არის შეთანხმებული წინასწარ საფრანგეთთან, გერმანიასთან, შეერთებულ შტატებთან. უბრალოდ ეს არის ესეთი ფორმა, რომ როგორც აი ფეხბურთში რო არის, ჯერ ყვითელ ბარათს უჩვენებენ, გუნდს მე წითელ ბარათს, ესევე არის აქაც, რომ პირდაპირ რა თქმა უნდა შეერთებული შტატების სენატმა არ დაიწყო მოქმედება და ეს ლიტვაც და ესტონეთიც რასაც ეთქვიან იმას აკეთებენ და მათი ხელით გააფრთხილეს საქართველოს მთავრობა, მაგრამ ეხლა ამათ გოდიათ, რომ ლიტვა რო სავიზო შეზღუდვებს აწესებს, ეს მარტო იმას ნიშნავს, რომ ლიტვასთან ყოველ შემთხვევაში კობახიძის და ვინც არიან ეხლა იქ პაპუაშვილის ტვინი, რასაც გაწვდა, აი ამას გაწვდა და გვახსოვს ჩვენ, რომ რამოდენიმე თვე დასცინოდნენ ლიტვის და ესტონეთის საგარეო წყობას, რომელიც შეიძლება მართლა დასაცინი არის. ეგ ცალკე საკითხი არის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს სანქციები გაუჩალიჩა ირაკლი კობახიძემ. ვერანაირი ლობისტების მუშაობა ვერ გამოიღებდა იმ შედეგს, იმიტომ რომ ამერიკის სენატი ახლა ვინც იცით, სოფლიოში რამდენი ქვეყანაც არსებობს, ყველა ქვეყანაზე მსჯელობს რეგულარულად და ყველა ქვეყნის შესახებ ასე ვთქვათ რაღაც მოხსენებებს ისმენს და ის რომ სენატმა მოიცალოს და ისეთი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ორპარტიულ რეჟიმში მიიღოს, როგორც არის საქართველო, ეს არ მოხდებოდა, რო არ ყოფილიყო იქ სხვადასხვა კომიტეტების და სხვადასხვა აღმასრულებელი უწყებების დასკვნა, რომ შეუძლებელია სხვაგვარად საქართველოს მთავრობასთან საქმეს ვერ ვაკეთებთ. უბრალოდ ყველანაირი დიალოგი, მათ შორის ივანიშვილის ლობისტების ნამდვილად იყვნენ ამ საკითხში ჩართული, დამთავრდა კრახით. იმიტომ რომ კობახიძემ არ მისცა არანაირი, აი თუნდაც ფასადური დემოკრატიისთვის, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაბიჯები არ გადაიდგა და მე არ ვიცი, ვერ დავამტკიცებ, რომ კობახიძე ასე ვთქვათ ივანიშვილს ამას სპეციალურად უჩალიჩებს. უფრო ალბათ რაც აქ ტვინი აქვს და აქედან გამომდინარე დადგა შედეგი, არც ნაციონალურ მოძრაობას, არც ლელოს, არც იმ კონგრესმენ უილსონს არ გაუკეთებია იმდენი ამ სანქციებისთვის, რამდენიც ირაკლი კობახიძემ, იმიტომ რომ კობახიძესთან გაიცით თქვენ რომ გაიმართა რამოდენიმე დიალოგი, მათ შორის ვიცე-პრემიერი დავითაშვილიც იყო ჩართული, რის შემდეგაც ამერიკის ყველა უწყებამ თქვა, აზრი არ აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარს, ერთადერთი ასე ვთქვათ შედეგი შეიძლება გამოიღოს სანქციებმა და სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, თქვენ ხედავთ, რომ უშუალოდ დაემთხვა გადაწყვეტილება ვიცე-პრემიერ დავითაშვილის ვიზიტის დასრულებას. შემდეგი რაც უნდა გკითხოთ, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, ასევე დონალდ ტრამპთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არჩევნების პერიოდი იყო და დონალდ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, ჩვენ გვესმოდა ქართული ოცნების მხრიდან განცხადებები, რომ დონალდ ტრამპი თითქოს კეთილგანწყობილი იყო ჩვენი მთავრობის მიმართ, ერთგვარ იმედებსაც ამყარებდნენ მასზე, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ შეიცვალა ასევე მათი მხრიდან ეს განცხადებები და ისინი თითქოს აღნიშნავენ, რომ დონალდ ტრამპი ვერ აღმოჩნდა ის მნიშვნელოვანი ფიგურა საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც დიდ ზეგავლენას მოახდენდა მათ შორის საქართველოსაც. ხო, ეს ქართული ოცნება ამბობს, რომ ტრამპი დამარცხდა დიპტეისთან ბრძოლაში, კობახიძე რადგან იტყვის. ადამიანი უნდა იყო იდიოტი, რომ ამერიკული მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის, რომ აი ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანა წარმოადგენს ასე საკითხს, რომ ტრამპი არის ქოცი ამერიკაში, მათი ჭკუით, ბიზნეს ევანიშვილს ასე უხსნიდნენ. და ბაიდენი იყო ნაცი. მართლა გეუბნებთ, აი ესე ესმით ამერიკული პოლიტიკა და ესე უხსნიდნენ ივანიშვილს, რომ ახლა იქ ჩვენი ქოცები მოიგებენ და ამ დონეზე რო აქვს ტვინი, იმიტომ დადგა ეს შედეგი. სინამდვილეში რა თქმა უნდა, ტრამპსა და ბაიდენის მომხრეებს შორის, დემოკრატებს შორის რეალურად დიდი განსხვავება არის, მაგრამ ქოცები და ნაცები გესმით ეხლა ტრამპსაც და ბაიდენსაც, მაგრამ განსაკუთრებით ტრამპს ორივე ერთად ცალფეხზე კიდია, ხო? არის რეალურად
ეს 200 წლის წინ თქვა ერთმა ინგლისელმა პოლიტიკოსმა, დღეს მე აქტუალური არის, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები. ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს თავისი გამოცხადებული პრიორიტეტები და ვინც იმუშავა იმისთვის, რომ ამერიკას ეს სანქციები მიიღო, მათ ძალიან კარგად იცოდნენ ამერიკული პოლიტიკა, განსხვავებით კობახიძისგან. და არ უთქვია ტრამპისთვის, რომ აგერ ეს რა ქვია, ჩვენი ძმები ქოცები თუ ნაცები არიან ეხლა საქართველოში და დავასანქციონოს. ნახეთ რა დაარქვეს ამ სანქციების საკითხი თქვენ. ანტი მერე გადაარქვეს სახელი და დაერქვა ეხლა ჩინეთის და ირანის და რუსეთის შეკავების აქტი. რატო? მათ იციან რა არის ტრამპის პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი, ეს არის ჩინეთის შეკავება, მეორე ადგილზე არის რუსეთი და მეორე ადგილზე არის ირანი და მხოლოდ ამის შემდეგ არის პრიორიტეტი რუსეთი. ამიტომაც მათ ჩააჯინეს სწორედ ტრამპის პოლიტიკის კონტექსტში ეს სასანქციო პოლიტიკა. ეხლა ირაკლი კობახიძეს რომ ეგონა რომ ეხლა ტრამპი მოვა და ნაცების ასე ვთქვათ მომხრე პოლიტიკას გააუქმებს, ეს არის ძალიან ერთუჯრედიანი ასე ვთქვათ აზროვნება. რა თქმა უნდა ტრამპს ნაცები ფეხებზე კიდია, მაგრამ მოიძებნა ახალი კონტექსტი. რითიც დააინტერესეს ტრამპის ადმინისტრაცია, რატომაც უნდა მიიღოთ ეს სასანქციო პოლიტიკა. ამიტომაც აი ეს ზოგადად ქართული პროვინციალიზმი არის ეს, როცა გონია რომ აი ჩვენი საქართველოს და კიდე საქართველოს კი არა, აი საქართველოს შიდა პოლიტიკური საკითხის ქოცების და ნაცების ირგვლივ, აი ტრამპი და პუტინი და სი ძინპინი აი ყოველდღე იმას ლაპარაკობენ საქართველოში ქოცები იყვნენ თუ ნაცები იყვნენ. ეს არის ძალიან პროვინციალური აღქმა ამ პოლიტიკისა და ეს რა თქმა უნდა ქართული ოცნების წრეებმა კარგად გამოიყენეს. დღეს ქართულ ოცნებას არაფერი არ აქვს სათქმელი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სულ ტრამპმა რომ მოუხსნას სანქციები. რატო უნდა მოუხსნას? ამერიკას რა სჭირდება? ივანიშვილს რა ჭირდება ეს და კობახიძეს და მის კორუმპირებულ მთავრობას გასაგებია, მაგრამ შეერთებული შტატების რაიმე ინტერესი ქართულმა ოცნებამ, თავისმა დიპლომატიურმა სამსახურმა ვერ მოძებნა. ვერ დააინტერესა ფაქტი არის ამერიკის შეერთებული შტატები. შეიძლება თვითონ სიტყვა იმედი არ იყოს კონტექსტურად მთლად სწორი, მაგრამ დაუშვათ ქართულ ოცნებას შეიძლება არ უნდა ქონდეს მთლად ტრამპის იმედი, მაგრამ შეიძლება რომ თვითონ საქართველოს დაუშვათ საზოგადოებას რაღაც იმედი ტრამპის ქონდეს, დაუშვათ ტრამპის ეგავლენას მოახდენს, როგორც შიდა პოლიტიკურ მოვლენებში. ძალიან კარგი. ტრამპი არის საქართველოს ძალიან კარგი შანსი, ჯერით ის რომ ტრამპი არ არის დაინტერესებული საქართველოში ფერადი რევოლუციით და რევანშით. ეხლა რომ ბაიდენი ყოფილიყო, ის ნამდვილად იყო ნაციონალური მოძრაობის ლობისტი ბაიდენის ადმინისტრაციაში, შეიძლება საქართველოში უკვე ეს რევოლუციური პროცესი დამთავრებული ყოფილიყო. გარდა ამისა, ტრამპი არის ძალიან კარგი შანსი იმისთვის, რომ საქართველო მიაღწიოს კომპრომისს რუსეთთან აფხაზეთის და სამოჩაბლოს საკითხებზე, რადგან არ დაუშვებდა წინა ადმინისტრაცია, გვახსოვს ჩვენ მისი არაერთი განცხადებები. ოღონდ იმისთვის, რომ ეს შანსი იქნეს გამოყენებული, საქართველოს უნდა ყავდეს ეროვნული მთავრობა. აზერბაიჯანს რო ყავს ეროვნული მთავრობა, აზერბაიჯანმა გამოიყენა რეალურად რატომ მოხდა ყარაბაღი, როგორ დაიბრუნა აზერბაიჯანმა. ისარგებლა რუსეთის დასუსტებით უკრაინის ომის დროს და რუსეთს წაუყენა ისეთი პირობები, რომელზეც 5 და 10 წლის წინ რუსეთი არ დათანხმდებოდა. მაგრამ გამოიყენა უკრაინაში შექმნილი ვითარება, იმიტომ გამოიყენა, რომ ალიევი არის ნამდვილად აზერბაიჯანი, ნამდვილად ზრუნავს აზერბაიჯანის ტერიტორიებზე და ყარაბაღი ფეხებზე არ კიდია. და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც არც ითვისით ქართველები არიან თუ არა, მაგრამ რაც თავარია, აფხაზეთის და სამოჩაბლოს ფეხებზე კიდია. და ტრამპი იქნებოდა, ეხლა ამ ვითარებაში როცა ქოცები მართავენ ქვეყანას, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ საქართველოს რო ყავდეს ეროვნული მთავრობა და ჩვენ გვინდოდეს კომპრომისის გზით ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება, ტრამპი იქნებოდა ძალიან კარგი შანსი და ჯერ კიდევ 4 წელი ხო იქნება პრეზიდენტი. თუ ამ 4 წლის მანძილზე საქართველოს ეღირსა ეროვნული მთავრობა, ეს არის იდეალური შანსი, რომ ჩვენ ისე მოვახერხოთ აფხაზეთის და სამოჩაბლოს დეოკუპაცია, რომ ამის გამო მეორე მხრიდან არ მივიღოთ დარტყმა ყბაში. კიდევ ერთი რაც უნდა გკითხოთ, ადამიანელ არჩევნებთან ეს დღემდე ისეთი თემა არის, როცა ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ითხოვს ყოველდღიურად ადამიანელ არჩევნებს და საზოგადოებაც მათ შორის ფიქრობს, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა რა თქმა უნდა, ქართული ოცნება ამის სრულიად წინააღმდეგია. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელი არის, რომ დღეის მდგომარეობით კვლავ შეიძლება მაგას იმედი გქონდეს, რომ ადამიანელი არჩევნები დაინიშნოს და რაიმე კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება თუ არა, იმიტომ რომ ჩვენ იქ გაყალბებები იქ ასე შემდეგ. რამდენად შეიძლება რომ ჩატარდეს იმ დღევანდელ ვითარებაში ადამიანელი არჩევნები და კონკრეტული შედეგი მივიღოთ ქვეყნისთვის. ძალიან კარგი შეკითხვა არის და ძალიან ცენტრალური კითხვა არის. მე ვფიქრობ, ადამიანელი არჩევნები არის აუცილებელი. ახალი კანონმდებლობის პირობებში, როდესაც იქნება ეს არჩევნების შედეგები აღიარებული ლეგიტიმურად და კონცეფცს ძირითადად კონტრარგუმენტი უტვინო კონცეფცს ყოველ შემთხვევაში რატომაც არ უნდა ეს არჩევნები, რომ აი გონიათ რომ ამით ნაცებს რაღაცა უნდა დავათმო. თუმცა არის ერთი-ორი გამონაკლისი ჭკვიანი კონცეფციც, მაგალითად კახაკახიშვილის ინტერვიუ იყო რამდენიმე კვირის წინ პარლამენტზე, რომელსაც თქვა, ეხლა კი არა და აი ახლა ნაცებს რომ უნდათ, იმიტომ და ეხლავე კი არა.
2026-ში უნდა მოამზადოს ქართულმა ოცნებამ ვადამდელი არჩევნები, უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ შეუძლებელია ქვეყანა მუდმივად იყოს იზოლაციაში და სანქციების ქვეშ. რაც თავარია, თავი რომ დავადებოთ საერთაშორისო სანქციებს, რომ ჩვენ არ ვიცით, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს მარტო ერთი პარტიის ინტერესებს გამოხატავს. ეს კომედია არის, ახლა ოპოზიციის ლიდერად სოზორ სუბარი ყავს დანიშნული. ეს ვითარება ხო ჩვენ ხო გვინდა რომ მართლაც იყოს პარლამენტი, იყოს მრავალპარტიული საკრებულოები და ზოგადად ეს განხეთქილება და ქუჩაში ასე ვთქვათ დაპირისპირების გზით ეს არ იყოს ქართული პოლიტიკის ძირითადი ხაზი. ამიტომაც ვადამდელი არჩევნები არის აუცილებელი. ეს არის თელ სოფლიოში დემოკრატიულ სამყაროში კრიზისის განმუხტვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და ეს არ უნდა ჩათვალოს ქართულმა ოცნებამ, რომ არის რაღაცა კაპიტულაციის აქტი. დღეს ვადამდელი არჩევნები არ ტარდება, იმიტომ რომ ეს ერთუჯერედიანი კობახიძე არწმუნებს ბიძინა ივანიშვილს, რომ ვადამდელი არჩევნები ეს არის კაპიტულაცია. პირიქით. მე არ ვიცი თქვენს ეთერს უსმენთ თუ არა ივანიშვილი, მაგრამ მაინც ვიტყვი, შეიძლება ვიღაცამ გადასცეს. ვადამდელი არჩევნები არის არა მარტო ქვეყნის, არამედ მათ შორის ქოცების და პირადად ბიძინა ივანიშვილის გადარჩენის ერთადერთი შანსი. როგორც ვიცი, 8 მილიარდიდან უკვე ჩამოვიდა 2 მილიარდის ქვევით და საერთოდ აღარ იგზებნება იმ სიაში, რა ქვია, Forbes-ის სიაში, ხო? კობახიძის ხელში მივა იქამდე, რომ შეიძლება სოციალურად დაუცველების სიაში შეიყვანონ მალე, იქიდან რა ქვია, Forbes-ის სიიდან და ვადამდელი არჩევნები არის ძალიან კარგი შანსი ქვეყნისთვისაც, რომ ვითარება დამშვიდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილისთვისაც. იმიტომ რომ ვადამდელ არჩევნებში ქართული ოცნება მაინც პირველ ადგილს აიღებს. ეს არ იქნება 50%, ეს იქნება სავარაუდოდ 30-დან 40%-მდე, ну გააჩნია საარჩევნო კამპანიას და ვითარებას და დანარჩენი ხმები გადანაწილდება ოპოზიციაზე. აქედან დაახლოებით 30-40% იქნება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტრულად განწყობილი ოპოზიცია, მაგრამ თავისუფალი არჩევნების პირობებში დაახლოებით 20-25 შეიძლება 30%-საც აიღებენ ზომიერი პარტიები. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში მოხდება არა რევანში, არამედ იქნება გარკვეული ცვლილებები, სავარაუდოდ იქნება ქართული ოცნება შექმნის კოალიციურ მთავრობას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ დააპატიმრებს. ეს არის ნორმალური სცენარი ქვეყნის განვითარებისთვის. ამისი ალტერნატივა, რასაც კობახიძე ყველანაირად ცდილობს, არის ის, რომ სანქციების გზით დაემხოს ივანიშვილის რეჟიმი, ერთ დღეს გაიქცნენ უბრალოდ როგორც ეს მოხდა წინა ხელისუფლების და წინასწინა ხელისუფლების შემთხვევაში და ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებაში ბრუნდება რევანშისტული ძალები, იმიტომ რომ აი მაგალითად მე 2003 წლის მოვლენების მონაწილე ვარ და შევარდნაძე რომ გადადგა მე რეალურად ჩატარდა ერთპარტიული არჩევნები, იმიტომ რომ მარტო რევოლუციონერები მონაწილეობდნენ არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობამ თავის მოკავშირეებთან ერთად რა 60 თუ 70% აიღო. ეგ მოხდება ეხლა, თუ ეს არჩევნები ჩატარდა ასე ვთქვათ პოსტრევოლუციურ გარემოში. ბევრად უკეთესი არის ამას, აი მე ხო არ ვიძახი მარტო. კახაშვილი ხო თქვენია, თქვენ ოჯახაშენებულები. მართლაც ეს არის გონევრული გამოსავალი, რომ მოამზადოს ხელისუფლებამ კარგად ეს ვადამდელი არჩევნები, ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღოს, თუმცა საჭიროა კონსტიტუციაშიც შეიტანოს ცვლილებები, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ძალაუფლების გადანაწილება. იმიტომ რომ ის რაც დღეს ხდება, რომ რაღაცა ერთუჯერედიანი იდიოტების რაღაცა ხუთკაციანი ჯგრო მართავს ქვეყანას და სოზარ სუბარს ის ქვია, რა ქვია, ოპოზიციის ლიდერი და ირაკლი კობახიძეს რა ვიცი ეს თმაგაჩეჩილი რაღაცა რო შეხედა ვიცედაც არაადეკვატური გამოხედვის მქონე ადამიანი პრემიერი არის და კიდე სხვაებიც ეს აუცილებლად ქვეყანას მიიყვანს ძალიან დიდ ტრაგედიამდე, რომელიც მათ შორის იქნება ივანიშვილის და მისი ოჯახისათვის პირადი ტრაგედია. წელს ქვეყანაში გვაქვს ადგილობრივი არჩევნები და ამასთან დაკავშირებითაც ოპოზიციაში სხვადასხვა მოსაზრება არის, მაგალითად გახარია და მისი გუნდი ფიქრობს, რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, თუმცა სხვა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ფიქრობს, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის ბაზ მნიშვნელობა არ ექნება. თქვენი აზრით უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ? მონაწილეობა ალტერნატივა არ აქვს. ჯერ ის პარტიებიც, აი მაგალითად ლელო ეს თაღლითების ასე ვთქვათ რაღაცა საკრებული. ხო ყველა ვიცით ეხლა რომ ამბობენ რომ არ მივიღეთ მონაწილეობას და ბოლოს მიიღებენ. ამ ხალხში სახელი იმიტომაა გატეხილი ამ ეგრეთ წოდებულ პროდესოვერ ოპოზიციას რომ ორშაბათს კატეგორიულად იტყვიან რაღაცას და მერე სამშაბათს აკეთებდნენ. ყველა ვიცის რა დაიმალება საქართველოში დადიან რეგიონებში შტაბებს ქმნიან, ფინანსებს გამოყოფენ, ოღონდ ტელევიზიით ამბობენ რომ არ მონაწილეობთ და მერე ბოლოს ერთი თვე რო დარჩება იტყვიან რომ აი ეხლა რაღაცა განსაკუთრებული გარემოების გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ხო? ამიტომაც ეხლა ამ მასკარად ჯობია რომ ხალხთან იყოს გულწრფელი ურთიერთობა და ითქვას რომ კი არჩევნებში მონაწილეობას რა თქმა უნდა ალტერნატივა არ აქვს. ზოგადად ბოიკოტის იდეა საქართველოში ბოიკოტი ჩატარდა ერთხელ 1990 წელს. ამ ბოიკოტის ავტორი იყო ზვიად გამსახურდია და ბოიკოტს აქვს აზრი მაშინ, როდესაც ისეთი ძლიერი ხარ და იმდენი მხარდაჭერა გაქვს, რომ შენი ბოიკოტის გამო არჩევნები არ ტარდება. 90 წლის მარტში კომუნისტური არჩევნები ჩაშალა ზვიად გამსახურდიამ, ეს იყო აქტიური ბოიკოტი და მერე მოუწია ხელისუფლებას უკვე ოქტომბერში მრავალპარტიული არჩევნების დანიშნა. თუ ამის თავი არ აგაგდა დღეს გასაგებია რომ ოპოზიციას ამისი თავი არ აქვს, არჩევნებში არ მონაწილეობა უბრალოდ იქნება კომფორტის შექმნა ხელისუფლებისთვის. ნებსით თუ უნებლიეთ.
ზოგიერთი ოპოზიცია მე ეჭვი მაქვს რომ შეიძლება ამას სპეციალურად აკეთებდეს და პირდაპირ მიბმული იყოს ივანიშვილის უშიშროების სამსახურებზე, ზოგიერთი უბრალოდ სულელი. აქ გითხავთ თქვენ და თქვენი პარტია თუ აპირებს ადგილობრივ რჩევებში მონაწილეობას და რამდენად აქტიურად. თავისუფალი საქართველო მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა ჩვენი ეხანდელი რესურსები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ ახლა გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ ამ არჩევნებში, თუმცა თბილისში და კიდე ლოკალურად რამოდენიმე ადგილზე ჩვენ კანდიდატურებს წარუდგენთ და ნახოთ, მე ვფიქრობ, რომ წელს თუ არა უახლოეს პერიოდში უნდა მომწიფდეს ეს ვითარება, უნდა დაინახოს ქართულმა ხალხმა, რომ ეს არეულობა არ დამთავრდება ქვეყანაში, ვიდრე გვყავს რადიკალური ხელისუფლება და რადიკალური ოპოზიცია. ხელისუფლება სწორად უწოდებს ამ ნაცებს და ლელოს, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია, ოღონდ აუწყდება, როგორც ისინი არიან რადიკალური ოპოზიცია, ისინი არიან თვითონაც რადიკალური ხელისუფლება. ეს რადიკალიზმი და ქაოსი არ დამთავრდება ქვეყანაში, ვიდრე არ გვეყონება ზომიერი ხელისუფლება და ზომიერი ოპოზიცია და ვერ იარსებებს ქვეყანაში ერთი მეორის გარეშე. ამიტომაც ჩვენ გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებას ზომიერი დღის წესრიგი, რომ არა რაღაცა სანქციებით და არა უცხო ძალების დახმარებით და არა ხმლისქნებით და არა იმის პეტარდების სროლით, არამედ არჩევნების გზით ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება და ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ის დამოკიდებულებაც, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ოპოზიციის მიმართ. ირაკლი კობახიძეს რო კითხო, ოპოზიცია ეს არის რაღაცა ჰუგენოტები და პროტესტანტები, რომელიც უბრალოდ უნდა ამოწყვეტო. და ეს რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ქაოსი არ დამთავრდება არასდროს. ჩვენ ჭირდება ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელიც ისე როგორც ეს გვინახეთ ცივილიზებულ ქვეყნებში, აი ესე მაგისტრატული ზიან და ლაპარაკობენ, კამათობენ, მაგრამ ლაპარაკობენ და ერთმანეთს დაჭერით არ ემუქრებიან. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას ტოვებს თავიანთი წევრები, მათ შორის არის ღარიბაშვილი და არის საუბარი შესაძლოა გომელაურმაც დატოვოს თავისი პოსტი და მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის თავის არიდება დაუშვათ სანქციებზე, არის შიდა პრობლემები თუ რატომ შეიძლება რომ ეს პირები ტოვებდნენ პარტიას? მე ვფიქრობ, სანქციებმაც თავისი როლი ითამაშა, თუმცა არ მგონია რომ მაგათ ლილუაშვილი უშიშროების უფროსი რო გადადგა, ეხა მარტო სანქციების გამო გადადგა. საქმე იმაშია, რომ ეს ყველა ხელისუფლების დროს ხდება, უკვე კრიზისული, ასე ვთქვათ, ბოლო ფინიში როცა არის, რომ ყალიბდება რაღაცა გიჟების გუნდი და შედარებით ზომიერი გუნდი და როდესაც ზომიერი გუნდს არ დაედგომება უბრალოდ და მას არავინ არ უსმენს, ისინი ცდილობენ რომ გაეცალონ. ეს ყველა ხელისუფლების პირობებში იყო, თუ ახლა თქვენ არ გახსოვთ ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ შევარდნაძის მთავრობაშიც ბოლო პერიოდში დაარჩა აი მხოლოდ გიჟები, იმიტომ რომ ვინც ეუბნებოდა შევარდნაძეს და ზომიერ წინადადებებს თავაზობდა, რომ მოდი დავნიშნოთ ეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ასე ვთქვათ, წავიდეთ რაღაცა კომპრომისზე, იმ ხალხს არ უსმენდა და იმ ხალხმა მიატოვა და ვინც დარჩა გიჟები, იმათმა კი გაუჩალიჩეს, რაც გაუჩალიჩეს. იგივე მოხდა სააკაშვილის მმართველობის წლებშიც, ხო, თქვენ გახსოვთ, წლების მანძილზე ბევრი გადადგომა იყო ზომიერი პოლიტიკოსების, ну, ყველაზე მეტად ალბათ საზოგადოებას ახსოვს ბურჯენაძის გადადგომა. დარჩა მე ის გიჟები, ვინც დარჩა და იმის გამო არის დღესდღეობით ციხეში. იგივე ხდება დღესაც. ახლა მე გითხარით კახა კახიშვილი, იგივე თქვენ ახსენეთ ღარიბაშვილი, ლილუაშვილი არ გიხსენებიათ მე მგონი. გომელაურიც მე მგონია რომ ალბათ იმ ხალხის რიგშია, ვინც უნდა გადადგეს, რატომ? ივანიშვილს მათი არ ჯერა. ივანიშვილს მოწონს წულუკიანი, მოწონს კობახიძე, რომლებმაც შეიყვანეს უკვე სანქციები დაადას. 8 მილიარდიდან 2 მილიარდზე ჩამოიყვანეს და მიიყვანენ აუცილებლად თუ არ ვიცი ღმერთმაგდას თუ ღმერთმაგდას, მაგრამ მაგაჭკოზე იარა ივანიშვილმა სააკაშვილი სადაც ძის აუცილებლად გვერდზე კამერაში შეიყვანს ირაკლი კობახიძე მას. და ეს ხალხი უბრალოდ თავის როლს და ფუნქციას ვერ ხედავს. იმიტომ რომ კობახიძეს გონია და წულუკიანს გონია რომ მარტო დუბინკი შეიძლება ქვეყნის მართვა. კი, დუბინკაც საჭირო არის, როცა ქუჩაში არეულობა არის, მაგრამ ნაპოლეონის ეკუთვნის ესეთი გამოთქმა სხვათა შორის, რომ ხიშტები ძალიან კარგია ბრძოლაში, მაგრამ ხიშტებზე დიდხანს ვერ იჯდები ფიზიკურად, ხო? ხიშტზე დაждდომა ძალიან მომხერხებელი არის და მუდმივად დუბინკაზეც ვერ იჯდები, ესეც უნდა იცოდეს ამ ხელისუფლებამ. ამიტომაც შეიძლება ერთ დღეს დუბინკით გადაწყვეტო ქუჩაში პრობლემა, როცა აქცია და მეორე დღეს, მაგრამ მესამე დღეს თუ შენ არ ნახე პოლიტიკური გადაწყვეტა, დამთავრდება ეს კრიზისიც ისე, როგორც დამთავრდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში. მე რო გითხრა ეხა სულ არ მენანება არც ივანიშვილი და არც კობახიძე თუ სააკაშვილის გვერდზე კამერაში მოთავსდებიან, უბრალოდ ასეთი ტიპის ცვლილებები ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი. ჩვენ დღემდე ვერ გავსწორდით წელში 92 წელს რაც დატრიალდა ქვეყანაში იმის შემდეგ, ხო, იმ ქაოსის და იმ არეულობის შემდეგ და ამ ქვეყანაში კიდევ ერთი არაკონსტიტუციური ცვლილება ხელისუფლების კიდევ ერთხელ გეუბნებით. ივანიშვილი არ მენანება საერთოდ პირიქით ღირსია ნამდვილად რომ პირადად პასუხი აგოს მარტო იმ ცოდვისთვის რომ შიზოიდი დაუნიშნა ქვეყანას პრემიერ-მინისტრად. მაგრამ უნდა გვესმოდეს რომ არაკონსტიტუციური გადატრიალება ნიშნავს იმას რომ მოხდება ლარის ჰიპერინფლაცია. ისე კი არა ეხა რო არის რომ რაღაცა 3 ლარს უკაკუნებს. არა, $1 გახდება 25 ლარი. მოხდება ინვესტორების ტოტალური გაქცევა. ყველა მსხვილი საწარმო შეწყვეტს მუშაობას ქვეყანაში. ტურისტების ნასახი არ იქნება და ეს გაგრძელდება ძალიან დიდი ხანი.
თავის დროზე მაგალითად 92-ის კრიზისი რო დაიწყო, აი 97-მდე, 18-მდე ძლივს დაიწყო მე ეკონომიკის დასტაბილურება და თქვენ ღმერთმა არ განახოს და მე მახსოვს ეხა ის პერიოდი თბილისში როცა ტროლეიბუსი არ დადიოდა, მეტრო არ მუშაობდა და 1.5 მილიონი ქალაქში არ იყო გამათმობელი არაფერი და ნავთით ვთმებოდით ხოლმე ზამთარში და არ მინდა ძალიან რომ ეს ასე ვთქვათ ამ რეალობაში ისევ დავბრუნდეთ, ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ვადამდელი არჩევნები არის ერთადერთი და უალტერნატივო გამოსავალი აქედან. ბატონ კახა, ამასთან უნდა გკითხოთ კომისიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს წულუკიანი და ამასთან დაკავშირებითაც რა თქმა უნდა არის სხვადასხვა მოსაზრება და მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად ეს კომისია არის ის კომისია თავისი შინაარსით, რომელიც ნამდვილად გამოიძიებს იმ დანაშაულებებს და დასჯის იმ პირებს, რომლებიც მათ ჩაიდინეს ეს დანაშაულები თუ რა თქმა უნდა ეს იმას ეთანხმებით, რომ ეს არის რაღაც პიარის ნაწილი, რომელსაც წულუკიანი გავს თავისი პარტიისთვის. მე ვფიქრობ ეს არის ცირკი, ეს არის კომედია. იმიტომ რომ ნაცების წინააღმდეგ მებრძოლმა კომისიამ ჯერჯერობით ერთი კაცი დაიჭირა ირაკლი ოქროშვილი, რომელიც იყო მე სოციალურ ქსელში მქონდა ვიდეო გამოქვეყნებული ამაზე, ნაცების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმატერი. თუ ვინმე ებრძოდა ნაცებს, თუ ვინმე ჩამოანგრია, მე არა ვარ ოქროშვილის არც ხარდამჭერი, არც მეგობარი და ძალიან უნდა ვთქვა რომ შეიძლება ცუდი ურთიერთობაც კი მქონდა ბოლოს, როცა ასე ვთქვათ დავშორდით და მე აღარ მინახავს. მაგრამ სიმართლე სინათლე არის უკაცო. თუ ვინმე მიბრძოლა ნაცების წინააღმდეგ და თუ ვინმე რეჟიმის გრევაში მიიღო მონაწილეობა, იყო ირაკლი ოქროშვილი. და შეიქმნა კომისია, რომ ნაცები უნდა გაასამართლოს და ნაცების მთავარი მტერი ვინც იყო, ერთადერთი ეგ ადამიანი ჩასვეს ციხეში. ეხლა იქ ისტორიებს, რასაც ვისმენთ, არის 90% სწორი, ხალხი ვინც მიდიან და ჩვენებას აძლევენ. ოღონ ეს არის დანაშაულებრივი, რომ ჯერ ამ ჩვენებას ვისმენთ ჩვენ 2025 წელს, 13 წელი პროკურატურა რას აკეთებდა, რამდენიმე მათგანის საქმეში მე ვიყავი თვითონ ადვოკატი და ამ საქმის პერიპეტიები ცნობილია. მე ეს ყველაფერი თუ სიმართლეა და მე გიდასტურებთ რომ სიმართლეა. 13 წელი პროკურატურა რას აკეთებდა? ყველა პროკურორი, ყველა გენერალური პროკურორი დღევანდელის ჩათვლით და კბილაშვილით დაწყებული ჩასაცმელი არის ციხეში. რატომ? ისე იგი 13 წელი ნაცებს ხელს აფარებდა. და დღესაც ხო ხელს აფარებენ. დღესაც რა ქვია, წულუკიანმა რომ მოისმინა ეს რა, მე ვინმე დაიჭირეს, ან ქონება რომ ჩამოართვეს მიხალხს ვინმეს ქონებას უბრუნებენ თუ რა. პირიქით ამას ხარავებენ და მე ამ ადამიანებს მინდა ვიმართო ზოგიერთ დიდი იმედი რო ქონდა წულუკიანის კომისიის. ხალხო, თქვენს ტკივილს იყენებენ კომედიისთვის და ფარსისთვის. მიხვედით, გალაპარაკეს და რამე. წადით სახში რა, ვინმეს ქონებას გიბრუნებენ თუ ვინმეს ასე ვთქვათ რაიმე ფორმით სამართლიანობის აღდგენა შეგეხოთ. არანაირად. ეს არის მასკარადი და მე ვფიქრობ, როდესაც ხელისუფლება შეიძლება და რეალურად დაიწყება დანაშაულებების გამოძიება, თეა წულუკიანიც უნდა დაჯდეს საბრალდებოდა სკამზე, რომ სწორედ თეა წულუკიანი იყო ის ადამიანი, მას ექვემდებარებოდა გენერალური პროკურორი, როგორც იუსტიციის მინისტრს 2012-13-ში, მის დაქვემდებარებაში შედიოდა მაშინ პროკურატურა, რომელიც აძლევდა პროკურატურას დავალებებს, რომ არ მომხდარიყო ნაცნობური მოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, რასაც იწყეს სამართლის კოდექსის ენაზე ეწოდება დანაშაულის დაფარვა. ამიტომ თუმე მომიწია პროკურატურაში, როდესაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობა, ერთ-ერთი პირველი რასაც გავაკეთებ, იქნება ის, რომ ბრალს სააკაშვილის რეჟიმის ჯალათებთან ერთად წაუყენებ აუცილებლად თეა წულუკიანის დანაშაულის დაფარვისთვის. და ბოლოს რაც უნდა გკითხოთ, შეეხება უკრაინას, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მაინტერესებს რას ფიქრობთ, რა მოუტანა ამ ომმა უკრაინას და ეს შედეგი შეიძლება თუ არა რომ გავსალდეს საქართველოსაც. უკრაინას რა მოუტანა, უკრაინას მოუტანა სრული განადგურება, ფიასკო. ეხლა აქ სხვადასხვანაირად აშუქებენ ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური არხები, ცდილობენ რომ რაღაცა კიდე შეალამაზონ ვითარება. დადასტურდა ის, რასაც ჩვენ რა ვიცი თქვენთან მქონია ბევრი მსჯელობა ამაზე და ბევრი ასე ვთქვათ მაშინ არიჯერებდა ამას და ამბობდა რომ არა უკრაინა ზოგი დონეცკს კი არა ამბობდა რომ მოსკოვსაც აიღებდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკა რომელიც აირჩია ზელენსკის ხელისუფლებამ გამოდგა უკრაინისთვის დამანგრეველი. დღეს ჩვენ ხედავთ რომ უკრაინას აიძულებენ უკვე და ამას ადასტურებენ რომ ის ტერიტორიებს გადასცემს, როცა არა დე იურე, მაგრამ დე ფაქტო გადასცემს. ფრონტის ხაზის გადაღმა მოექცევა უკრაინის 5 ოლქი ყირიმის ჩათვლით და პლუს გარდა ამისა ჩვენ რასაც ვისმენთ წლების მანძილზე რომ ესე იგი თურმე უკრაინას ეხმარებოდნენ დასავლეთის ქვეყნები, ეს ყოფილა არა დახმარება, არამედ სესხი, უკრაინა რა თქმა უნდა ამ სესხს ვერ გაისტუმრებს და ეხლა უკრაინას თხოვენ რომ მთელი თავისი სასარგებლო წიაღისეული გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ღმერთმა ნუქნას რომ საქართველოში კიდე კაირო მაგ შარში არ გავიხვიეთ და სხვადასხვა ზეგროს სწორი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, მე ახლა ამდენი ხანი ვაკრიტიკებდი, მაგრამ რაც სწორი გააკეთა, ბევრჯერ მithქვამს ეგროს სწორი იყო და ეხლაც ვიტყვი რომ სწორია. კიდე კარგი,
რომ ამ პერიოდში ქვეყნის სათავეში არ იყო ეს ნაცები და ლელოდა ეს ლიბერალური ბანდა, თორე საქართველოს იქნებოდა დღეს იმ დღეში, რომ ნახევარი საქართველოს იქნებოდა დამატებით ოკუპირებული და კიდე წარმოიდგინეთ, ჩვენი საზღვარგარეთში რა რომ რასაც დაგვეხმარებოდნენ ის საფრანგეთი და ამერიკა და გერმანია, იმალს რომ ვერ გადავიხდით და ეხლა მოეთხოვათ ჩვენთვის რომ ფოთისპორტი, ბორჯომი და ჭიათურა გადაეცით იმას, რა ქვია, ამ ვალის ანგარიში. ეს არის უკრაინის სრული განადგურება და ვისაც უკრაინის მეგობრად მოქონდა თავი, ჩვენ ნახეთ რომ რუსეთი თავისთავად ოკუპანტია უკრაინისთვის. მაგრამ ვისაც უკრაინის მოკავშირედ მოქონდა თავი, ისინი უფრო მეტად ანადგურებენ დღეს კიდე უკრაინას, არანაკლებ ყოველ შემთხვევაში, ვიდრე რუსეთი და პუტინის რეჟიმი. მადლობა ბატონ კახა, გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის თავისუფალი არხი, თავისუფალი ეთერი და მომავალ შეხვედრამდე.